ჩვენ აქ მდგომებს, როცა გვეტყობა გულგრილობა, სარწმუნოებრივი, როცა გვიჭირს ბრძოლა, ჩვენ რამდენად შევძლებთ ეშმაკის დამარცხებას, როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია პატარა დისკომფორტს ვაჯობოთ. წარმოგიდგენიათ ეშმაკი როგორი მეომარია, როგორი მზაკვარია, როგორი გამოცდილია, როგორი ძლიერია. არა გვაქვს ამის წარმოდგენა. ჩვენ მასაც ესე ჰაი-ჰარალეთ ვექცევ და ეშმაკი არა. როგორც წმინდა სერაფიმე სარაველი ამბობს, მას რო ღმერთისგან დაშვება მიეცეს, ნეკათით თითოეულ სამყაროს ააყირავებდაო. გისმით, ის დაცემული ქერუბიმია, უდიდესი ძალის მქონე. და ვინ ახარ შენ ადამიანო, რო ფიქრობ, რომ ეს დიდი არაფერია და მასთან, ანუ არ ახარ მობილიზებული საომრად. ვინ ახარ შენ ადამიანო, როცა მობილიზებული არ ახარ საომრად, როცა ეგეთი მტერი ყავს, რომელიც თავის ჭკუაზე გატარებს ისო რომ ვერც კი გძნობ. აი ამის მაგალითების მეტი რა არის ეკლესიაში, როგორ წარსულში, ისე დღეს, როგორ ატარებს და როგორ მართავს ადამიანებს. როგორ ადამიანს ერთ ადგილზე გაჩერება არ შეუძლია, ენას ვერ აჩერებს, თვალს ვერ აჩერებს, ხელს ვერ აჩერებს, ფეხს ვერ აჩერებს, ნერვულ სისტემას ვერ აკონტროლებს, გონებას ვერ აკონტროლებს, გულის სიტყვებს ვერ აკონტროლებს. მანიპულაცია ხდება მისით ეშმაკისგან, როგორც უნდა ისე გექცევა და ეს გამოცდილი თვალისათვის როგორი შეშამჩნევია, იცით? ადამიანი თვითონ ვერ ხვდება. ამიტომ ჩვენ უნდა კარგად გვახსოვდეს, რომ ჩვენ სადაც შემოვაბიჯეთ, აქ ომია, აქ ბრძოლა, დიახ, აქ ბრძოლის და გამარჯვების პერიოდული სიხარულიც არის, იმიტომ რომ ღმერთი გვანუგეშებს ხოლმე დაუმსახურებლად პატარ-პატარა გამარჯვებებით, რომ სიხარულიც გქონდეს, რომ თლად არ ესე იგი არ გავტყდეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ აქ საომრად მოვედით.